მძიმე არის იმ ამბის გახსენება, რაც ახლა ამ ეთერში მოგიწევს. აი ამ დაჯგუფების კონკრეტულად ახლა ვინც არის დაკავებული არა, მაგრამ ამავე დაჯგუფების წიაღიდან არიან ის ადამიანები, ვინც შენ გაგისწორდნენ ფიზიკურად. როდის მოხდა შენზე თავდასხმა, რა იყო მიზეზი, არ ვიცი, დავიწყოთ ამით საუბარი. ჩემზე ზალადობა მოხდა, ზალადობა რა წამება 2025 წლის 25 ივნისს. ჩემი წამების მიზეზი იყო ის, რომ შეურაცხყოფა მივაყენე ამ დაჯგუფებას, ბერგმანის დაჯგუფებას და ლუკა ალანიას, რომელიც იყო ერთ-ერთი ამ ბერგმანის ქვედაჯგუფების ლიდერი 15 წლის. იმიტომ რომ ვემიჯნებოდი მათ საქციელებს, რასაც აკეთებდნენ, ზუსტად წეღან რაც ვიხილეთ, როგორ აწამებდნენ არასრულწლოვნებს და ასე შემდეგ. როგორ უსწორდებოდნენ არასრულწლოვნებს, ფსიქოლოგიურად როგორ ზალადებდნენ და ჩემთვის იყო ეს ძალიან მძიმე ამ ყველაფრის დანახვა რა და გავემიჯნე და სოციალურ ქსელ ტელეგრამში მივაყენე მათ საჯაროდ შეურაცხყოფა. რის შედეგადაც მარიამ ხმალაძე, კერძოდ ჩურკა, რომელიც ანუ ვისი ინიციალიც ისმოდა აი ამ ჩვენებაშიც, ხო? ნახსენებია გოგონაზე არის საუბარი. მაგოგოზე მე თავიდან არ ვიცოდი რომ გავიცანი ეს გოგო რომ ესე თემებში იყო თორე საერთოდ არ გავეკარებოდი და ეს გოგოც ყოფილა მაგ დაჯგუფების წევრი, ხოლო ამ შეურაცხყოფის მიყენების შემდგომ ეს გოგო ადგა იცოდა ჩემი ინფორმაცია და მიაწოდა ამ 9 პირს ჩემზე ინფორმაცია, ვინ ვიყავი, როგორ ვიყავი და რა და დაახლოებით მაისის თვეში ეს ივნისის დასაწყისში ეს პირები ცდილობდნენ ჩემთან დაკავშირებას მუქარით შეურაცხყოფით, რომ შევხვდეთ, გამოდი, დღეები დაითვალე, მკვდარი ხარო და ასე შემდეგ. მე რო რადგან ვიცოდი, რომ ეს პირები ერთ-ერთზე ესე არავის ხვდებოდნენ და როგორც უსწორდებოდნენ, ზუსტად მაგალითო განვაცხადე უარი მათ შეხვედრაზე და დავბლოკე. რაიმე ანუ აქ ამ შემთხვევაში შენ უბრალოდ მათთან მიმოწერა შეწყვიტე, დაბლოკე ეს სოციალური ქსელი. ხომ არ მიგიმართავს მაშინ დაუშვათ გამოძიებისთვის ესეთ ეპიზოდს ხომ არ ქონდა ადგილი თუ მოგვიანებით ერთვება შენ საქმეში უკვე გამოძიება? გამოძიება უკვე ჩემი წამების შემდეგ მე რო განვაცხადე. იმიტომ რომ თავიდან არ ჩავთვალე საჭირო ჩემი ოჯახის წევრებისთვის არ მეთქვა საერთოდ არავისთვის ეს ამბავი, იმიტომ რომ არ ჩავთვალე საჭიროთ რა. ვფიქრობდი რომ ესინიც დაივიწყენ ამ თემას, მე ვივიწყებდი ნელა-ნელა და ეგ იყო და ეს გოგოს უკვე მარიამ ხმალაძე უკვე ჩემძებნაზე რა მიმოწერებში გადმოდის და მწერს რომ შევხვდეთ მოდი ეს და არ მეცალა მაგ დროისთვის დაახლოებით 2 კვირა მთხოვდა ამ შეხვედრას, მეც ერთი პერიოდი დავეჭვი მეთქი ამ გოგომ ხო არ მიაწოდა ინფორმაცია ამ პიროვნებებს, რო ვკითხე შენ მიაწოდე თუ არა, დაიფისა ყველაფერი, მე არ მიმიწოდებია და დაუჯერე ვენდე. შემდგომ უკვე დავნიშნე შეხვედრა 25 ივნისს სამასი არაგველის მიმდებარე ტერიტორიაზე, შევხვდით სამასი არაგველის მიმდებარე ტერიტორიაზე და გადავინაცვლეთ სამასი არაგველის მიმდებარე ტერიტორიაზე ყოფილი აბანოს შენობების ნანგრევებში. ხართ შენ და ეს გოგონა ჩურკა მეტსახელად, ხო? მივდივართ და საერთოდ არანაირი ეჭვი არ გამაჩნდა რომ ეს გოგო ესეთ რამეს იკადრებდა ან რამე უბრალოდ დავათვალიეროთ ნანგრევები, მე ჩავყევი, ჩავედი და უეცრად ჩამორბის ერთი პიროვნება, რომელსაც ნიღაბი უკეთია სახეზე, იარაღს მიშვერს და მეუბნება დაიჩოქეო. ხოლო მე ვუთხარი რატო უნდა დავიჩოქო მეთქი და დაიჩოქეო თორი გესვრი, მეც ავდექი დავიჩოქე და შემდგომ უკვე იწყება ჩემი წამების პროცესი. ჩამოდის გიორგი მულაძე, მეცახელა დელტა, იმ დაჯგუფების ლიდერი ლუკა ალანიასთან ერთად. ლუკა ალანიასთან ერთად იყო გიორგი მულაძე დაჯგუფების ლიდერი და რო ჩამოვიდა გიორგი მულაძე, მის ბრძანებებს ემორჩილებოდნენ ეს პიროვნებები. ხოლო გიორგი მულაძემ რო გასაბრძანება რომ დაარტყით, ცემეთ, აწამეთ, დაიწყეს ჩემი წამების პროცესი. იქ მარტო წამება არ იყო, მე და შეიძლებოდა ხმარა მომიყო და ვაფშე ჩუმად ყოფილიყავ, მარტო აი ერთ კაცს რო დაერტყა რაღაცა და მარტო აი ჩხუბი ყოფილიყო რა. მაგრამ ისინი გასცენ ყველანაირ ზომებს, ყველანაირ საზღვრებს, ადამიანურს, კაცურს და ასე შემდეგ რა. ასევე ისიც მომაძახე ლოცვა დავიწყე ერთ პერიოდში, იმიტომ რომ მეგონა მოგტებოდი რა, იმიტომ რომ მართლა მძიმე ვითარებაში ვიყავი, თავზე მედგნენ, მირტყავდნენ ყველა არეში, მსერავდნენ, ლამის დანა გამიყარა.
უკვე ეს იარაღებიც მოშორილი ქონდა, ლოცვა დავიწყე და ამ გიორგი მომლაძე მომაძახა, რომ ტყუილა ლოცულობ ჩვენ ღმერთის მაინც არ გწამსო და სასამართლო პროცესის მაგაზე გაუმახვილო ყურადღება, რომ მე არ გაპატიებთ მეთქი და ღმერთს შეთხოვოთ პატიება. ეს ადამიანები არიან დაუნდობლები, უბრალოდ მართლა დაუნდობლები, რომელიც იმართებოდნენ ლევან აბესაძის მიერ 30 წლის კაცის მიერ, რომელიც აძლევდა გარანტიებს, უბრალოდ არ ვიცი რატო აძლევდა, ვინ პირდებოდა რაღაცებს, რომ ვინც რაც არ უნდა გააკეთო, თუ მე დამემორჩილებლით თავისუფლებაზე იქნებით. ჩვენ მაშინ ამ თემაზე მომამზადეთ რეპორტაჟი, უბრალოდ მაშინ შენივე სურვილით დაფარული იყო შენი ვინაობა და ამ ადამიანზე ვის ახლა მიუთითებ უფროს მამაკაცზე, მასეც ვისაუბრეთ. ანუ შენზე თავდასხმაში მონაწილეობს საკმაოდ ბევრი ადამიანი, როგორც ახლა შენ ყვები. და როგორ დააღწია ამ ყველაფერს თავი თვითონ შეჩერდნენ, შეწყვიტეს ეს სასტიკი ძალადობა, რაზეც ახლა აღწერ, კიდევ ერთხელ ბოდის გიხდი, რომ ამის გახსენება მოგიწია. თავიდან ეს რაღა 8 კაცი, უბრალოდ იმათი მშობლებისგანაც მიგვირს ოჯახის წევრებისგან, რომ მართლა სასამართლო პროცესებზე ძალიან დიდი ზიზღი, საბოლოო განაჩენს ძალიან დიდი ზიზღი და წყევლა მოდიოდა ჩემს ადმინ და ჩემი ოჯახის ადმინ. როცა არსებობს ვიდეო მასალა, როცა არსებობს კადრები, როცა არსებობს სხვა კადრები, ანუ ჩემი თემის თუ არ ჯეროდათ, ეხლა დღევანდელ სიტუაციაში გუში რო აიყვანეთ 16 პირი. კიდე სხვა ვიდეოების რო აღმოჩნდა მარიამ ხმალაძე, ხმელიძე უბრალოდ დავით ბენდელიანი და ასე შემდეგ. სხვა დანაშაულების ხო არსებობს რა. მაგ მაინც ხო უნდა დაიჯერო ადამიანმა, რომ ანუ მესმის ოჯახის წევრია, რაღაცა შეიძლება არ გჯეროდეს. თუმცა შენ ამბობ, რომ შენი საქმე, რაზეც შენ მიუთითები, გამყარებული იყო მტკიცებულებებით, არსებობდა ვიდეო, რომელიც შენ გადაგიღეს აი ამ წამების დროს, იყავი დაზიანებული და ასე შემდეგ. არა ამ სიტუაციაში შინაგან საქმეთა სამინისტროს არასრულოვანთა სამმართველო და პროკურატურა ძალიან მყარად დგას წესით, იმიტომ რომ ძალიან ბევრი მოწმე ყავს, ძალიან ბევრი მტკიცებულება აქვს იმის შესახებ, რომ ამ 16 პირს წარუდგინოს ბრალი. ჩემი ინფორმაციით ამ 16 პირიდან დაახლოებით 4-5 კაცი არის კიდევ ამ დაჯგუფების წევრი, ანუ ამ დაჯგუფების წევრები იყვნენ. და აქტიურად აგრძელებდნენ სხვა არასრულოვნებზე ძალადობას. მე პირადად ეხლა რო ნახე თქვენ რეპორტაჟში ეხლა რომ კიდე სხვა არასრულოვნებასაც ზუსტად იგივე სტილით აწამებდნენ და იგივე სტილით ექცეოდნენ, მართლა შოკში ვიყავი, უბრალოდ არ მეგონა რა. ზუსტად მაგიტო გადავდგი მაგნაბიჯი და მაგიტო მივედი სამართალდამცავ ორგანოებში, რომ ეს ადამიანები დასჯილი იყვნენ და იგივე სხვას აღარ გამოეცდა რა. მე რო ეს ნაბიჯი არ გადამედგა, დარწმუნებული ვარ, ვიღაც შეიძლება და შეწირულიყო ამბავს და მოეკლათ და კიდე ასობით ადამიანს გამომწარებდნენ სიცოცხლეს რა, ოჯახის წევრებს და ასე შემდეგ. არა მარტივი თემა, მეც რომ მივედი სახში ესეთი ნაწამები და ესე მდგომარეობაში, თავიდან ოჯახის წევრებზე ტყუილის თქმა მომიწია, მეთქი ესე და ესეა, სხვა ამბავი მოუყევი და საბოლოოდ შევძელი რომ ეთქვა რეალობაში რა იყო რა. შემდგომ ჩემი ოჯახიდან 1000 ხვეწნავედრების შემდეგ გადავდგი ის ნაბიჯი, მე ჩემ თავთანაც დავძლი ყველაფერი და მივხვდი რომ მე თუ ამ ნაბიჯს არ გადავდგა, ვალში ვიქნები მთელი ცხოვრება იმ არასრულოვნებთან, რომელიც ჩემამდე აწამეს, იმ მოზარდებთან, რომელიც ჩემამდე აწამეს და ჩემს შემდეგ ვისაც აწამებდა შეიძლება და მოეკლათ კიდევ. ზუსტად ეს იყო ჩემი მაგიტო გადავდგი ეს ნაბიჯი, რომ ეს არ მოხდარიყო რა. და უბრალოდ გაუგნებული ვარ, რომ ოჯახის წევრები იმათი ნაცესავები ესე მართლებაში არიან ამ 9 პიროვნებაში და კიდე გაამართლებენ ალბათ ამ 16 პირიდან ვიღაცეებს რა. შენს საქმეზე 9 პირია დაკავებული, მხოლოდ შენ ხარ დაზარალებული თუ ამ 9 პირს სხვა დაზარალებულიც მოუძებნა გამოძიებამ? სხვა როგორც მოვისმინეთ, ჩურკა იგივე მარიამ ხმალაძე. ეს ბიჭი ხა ვინც საუბრობს, იგივე ადამიანისგან არის დაზარალებული, ვისგანაც შენ იყავი დაზარალებული. პირი ამოვიცანი, ვინც დაასახელა მაგალითად რა. და წარმოდგენავს ხონდა უკვე, რომ ზუსტად იქნებოდნენ არასრულოვნები ამ თემაში ესე გარეული. უბრალოდ მე ჩემი წეღან ამ თემას კიდე გადავახდით, მაგრამ დაუბრუნდები, რომ ჩემი წამების პროცესი როგორ მორჩეს რა.
ამ გიორგი მულაძემ გაცაბრძანება რომ კაი მორჩითვისო საკმარისია ჩალურჯებული ბოლომდე აქედან სისხლები მომდიოდა მაგრამ ერთადერთი რამ გამიკვირდა ბოლოში აიღეს წყალი სანტავიკები დამაკრესო გარეთ არავის არაფერი გონებოდა და მასკები მოიხსნეს ანუ შიგნით რაღაცე იკეთებ მასკას თუ გარეთ მაინც უნდა მოიხსნა რა მაგ არ მისმის და ჩემი წამების პროცესი რომ მორჩენ ამ ლევან აბესაძეს დაურეკეს შეატყობინეს რომ მე მაწამეს შემოაბრუნეს ჩემსკენ ეს ვიდეო კამერა დავინახე ლევან აბესაძეს სახით და შეურაცხყოფაც მომაყენა და ღირსია ვთქვა რა უბრალოდ ეს ლევან აბესაძე ეს ადამიანები იყვნენ ჩვეულებრივად ლევან აბესაძეს პაიკები იმიტომ რომ ასრულებდნენ მის ბრძანებებს მე ამ ადამიანებმა შემარჩინეს ლევან აბესაძის დაჯგუფების შეურაცხყოფა და ლუკა ალანიას შეურაცხყოფა გიორგი მულაძე კიდე ამ შვიდ პიროვნებას ვინც იქ იყო მასთან ერთად დატყუილებდა რომ ანდრია ხამაშურძემ თქვენ შეურაცხყოფა მოგაყენათ და შეგაგინათ რისი არანაირი მესიჯი არ არსებობს ერთადერთი მესიჯი სადაც მე ვაყენებ შეურაცხყოფას ბერგმანს და ლუკა ალანიას უბრალოდ მართლა ძალიან სამწუხაროა რომ ამდენი არასრულწლოვანი არის გარეული ამ თემაში და მართლა გული შემტკივა რა იმიტომ რომ არც ერთი არასრულწლოვანი იმსახურებს იმის გამოსდას რაც მე გამოსცადე ჩემი ინფორმაციით კიდე ერთ-ერთი არ დავასახელებ სახელგვას ერთ-ერთი ოჯახის წევრი ჩემ საქმეზე დაკავებულებიდან ერთ-ერთი ოჯახის წევრი მოდის და მეუბნება რომ ჩემმა შვილმა ზუსტად იგივე გადაიტანა და მაგით აღმოჩნდა ესეთ რამეში რა ძალიან მწუხარ ძალიან გავიზიარე მისი ამბავი უბრალოდ ანუ ფიზიკურად ვერ გავჩერდებოდი რა ვერ დავინდობდი ვერანაირად ვერ ვაპატიებდი იმიტომ რომ ამათი პატიება ძალიან ცუდი რამე იყო და მართლა ძალიან ცუდად შემოbrunდებოდა რა დღემდე და მუდამ ის პოზიცია მექნება ამ ადამიანების მიმართ რომ ვერ ვაპატიებ დღესაც აი რო ნახე რომ კიდე აი ამდენი ადამიანი ათობით ადამიანი ბაჟა სირაძემ რო თქვა ნაწამები ყავთ აი როგორ უნდა ვაპატიო უბრალოდ და თუ ამ სიუჟეტს უყურებენ ის არასრულწლოვნებიც ის სრულწლოვნებიც ვეტყვი რომ მაგრად იყვნენ მყარად იდგნენ მიაწოდონ კიდე გამოძიებას ბევრი ინფორმაცია მნიშვნელოვანია რომ ეს მოძალადი არა ადამიანები ამოკეტონ ციხეში რაც შეიძლება დიდი ხნით იმიტომ რომ ეს ადამიანები თუ გამოვლენ გარეთ იგივე საქმიანობას გააგრძელებენ იმიტომ რომ აი სიზღი მოდის მაგ ადამიანებიდან მეტი არაფერი კეთილი დავიტოვოთ იმედი რომ ეს დაკავებაც გუშინდელი დაკავება რომელზეც ჩვენ საუბრობდი იქნება პრეცედენტული და ასევე კარგია სწორი გადაწყვეტილება ის რაზეც საუბრობდი მიმართვაც და თუ არსებობს კიდე დაზარალებული ვისაც ჯერ არ მიუმართავს გამოძიებისთვის ხადია მათ გამოძიებასთან უნდა ითანამშრომლონ